იმედია იგივე შეკითხვებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებით დასვამენ და პასუხსაც მიიღებენ. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყო. ვაუჩერები დაურიგდებათ ეგრეთ წოდებულ აქტიურ აბონენტებს, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ვაუჩერი სხვას გადასცენ. ვაუჩერის დარიგების სოციალური მომსახურების სააგენტოს 2500 თანამშრომელი უზრუნველყოფს. ენერგოვაუჩერებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედა. შეკითხვებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკო ნომერზე 94 59 11. ეს ვაუჩერი არის გაკუთვნილი ძირითადად აქტიურ მომხმარებელზე, რომელიცაც გასული ზამთრის პერიოდში პირველი 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 აპრილამდე ამ პერიოდის განმავლობაში ჯამური მოხმარება ელექტროენერგიის აღემატება 200 კილოვატ-საათს. ამით გამოირიცხება ძირითადად არააქტიური მომხმარებლების, ეგრეთ წოდებული სეზონური მომხმარებლები, დაკეტილი მისამართები. ვაუჩერის წარდგენა არ არის სავალდებულო ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიაში, ავტომატურად მოხდება დარიცხვა შეღავათის აბონენტის ანგარიშზე და ეს გამოჩნდება ქვითარში, რომელიც მიღებული იქნება აბონენტის მიერ მომდევნო თვეში, ხოლო წარდგენა სავალდებულო არის იმ შემთხვევაში, როდესაც საჩუქრად იღებს აბონენტი ამ ვაუჩერს სხვა აბონენტისაგან.